სექსუალური ბრიტნის შესრულებით ეს სიმღერა სამყარომ უკვე აღიარა. ამჯერად მსოფლიო დონის პოპ შემსრულებლის ნამუშევარზე დაწერილ რემიქსს ლაშა ქიქსი და ნინა სუბლატი ასრულებენ. ორი ახალგაზრდა ნიჭიერი ქართველი მომღერლისთვის Toxic პირველი კოლაბორაცია. იდეა იყო ჩემი მეგობრების. შემდეგ შევთავაზე ნინას, ეს არის Britney Spears-ის Toxic-ი. შემდეგ ინსტრუმენტალი გავაკეთე მე. ნინას ვაჩვენე, მოეწონა ძალიან და გადავწყვეტეთ, რომ ეს ქავერი გავაკეთებინა ერთად. სიმღერაზე მზადაა ვიდეორგოლიც, რომელიც Big Cake-ს ეკუთვნის. ამ უკანასკნელში თვითმფრინავს underground სიტუაცია ანაცვლებს. ნინა კი ბრიტნიზე არანაკლებ სექსუალურად გამოიყურება. Pop Warsklavis 2004 წელს გამოშვებული ჰიტი ამჯერად ქართველი შემსრულებლების რემიქსის სახით გვევლინება. პირველ რიგში იმიტომ მომხიბლა რომ ძალიან მომეწონა ლაშას რემიქსი და უბრალოდ არ შემეძლო რო უარი მეთქვა და რაღაცა ეს იყო ჩემი მხრიდან ასე ვთქვათ გამოსამშვიდობებელი ქავერი, იმიტომ რომ ამ ქავერის იქით უკვე ჩემი ეს ქავერ ვერსიები შეწყდა ასე ვთქვათ და ამიტომ ეს იყო ბოლო და ესეთი ხმაურიანი და ამის შემდეგ უკვე აღარ ვაპირებ ნამდვილად რომ ქავერებზე ვიმუშაო. ვიდეო რამოდენიმე ლოკაციაზეა გადაღებული. როგორც შემსრულებლები ამბობენ, დაგეგმილი არ გამოუვიდათ, მაგრამ შედეგი იმაზე მეტად მოსწონთ, ვიდრე ამას მოელოდნენ. რამდენიმე ლოკაციას ვერ გავანდობ სამწუხაროდ, მაგრამ რამდენი ლოკაცია არის უფრო ლიანდაგებზე, ანუ ამ ხაზზე გადაღებული და იდეა ეს underground-ის უფრო ჩემი და დათო გოგოხიას იდეა იყო. მაგრამ ვაპირებდით მაინც ესე იდეის დონეზე იყო, რომ უფრო მეტი სპეციფიკები ყოფილიყო, უფრო მეტი ექშენი, მაგრამ სულ სხვა რაღაც გამოგვივიდა, რასაც ველოდებოდით და ჩემი აზრით უფრო მაგარი გამოვიდა, ყველანაირი სპეციფიკების გარეშე და ყველანაირი კომპიუტერული გრაფიკის გარეშე, ესეთი ორიგინალი, ბუნებრივი რაღაც ენერგია. საქართველოს ვარსკვლავის გამარჯვებულს და Alter Vision Newcomers-ის რჩეულს ცალ-ცალკე უამრავი კარიერული გეგმა აქვთ. თუმცა ამჯერად რადიო Fortuna Plus-ის ეთერში მიკის გადაცემას სიმღერის პრემიერით სტუმრობენ. აღმოჩნდა, რომ ამ პერიოდში ნინამ იმიჯი შეიცვალა და წითლად გადაღებული თმით მოგვევლინა. პროექტამდე მიყვარდა ხოლმე ექსპერიმენტები, მიყვარს ექსპერიმენტების ჩატარება და ხშირად ვიღებავდი ხოლმე და ძალიან დიდი ხანი მომიწია, მაგრამ ამ შავი თმის ტარება და ამოვიდა ყელში და გადავწყვიტე რომ გავხდე რიჟა. ჩემი იმიჯზე მიჭირს ხოლმე საუბარი, იმიტომ რომ რაღაც ბუნებრივად მომდინარეობს ეს ჩემგან და არ არის რაღაც შექმნილი, ამიტომ წარმოდგენა არ მაქვს როგორი ვარ და არ ვიცი, ჩვეულებრივი ისეთი როგორც ვარ ხოლმე სხვა დანარჩენ ადგილებში და მომავალ კლიპებშიც ასეთი ვიქნები ალბათ. ლაშას და ნინას მუსიკალური გეგმები საზღვარგარეთს უკავშირდება. მალე ლაშა ამ სახელით თავის ბოლო ალბომს დაამთავრებს. ნინა სოლო CD-ზე მუშაობის პროცესშია. ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცები ის, რომ გამოვშვებ ჩემს პატარა ალბომს, რომელიც იქნება ლაშა ქიქსით ბოლო. გამოვალ თბილისი Open Air-ზე, არ ვიცი, ცნობილ არტისტებთან ერთად და ალბათ მე უკვე სრულიად ახალი სახელით, ახალ პროგრამაში, ახალი პროექტი დავიწყებ უკვე ჩემს კარიერას. პირველ რიგში ვმუშაობ ჩემ სადებიუტო ალბომზე, რომელიც ძალიან მალე გამოვა და მომავალ გეგმებში ძირითადად ეს დომინირებს, ვაპირებ ტურნეს საქართველოს ფარგლებში და ასე შემდეგ, თუმცა მაქვს მეორე პროექტი, რომელზეც ჯერჯერობით არ ვისაუბრებ და არ ვიცი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სურვილი მაქვს წავიდე უცხოეთში და რაღაც გარკვეულ წარმატებას იქაც მივახდინე, თუმცა ამაზე საუბარი ჯერჯერობით ძალიან ადრეა. სიმღერის პრემიერას რადიო Fortuna Plus იმას პინძლობს. ტელემაყურებელს კი ახალი ვიდეორგოლის Toxic-ის ნახვის საშუალება ჩვენს ეთერში ექნება. რობერტ ჰოფმანის რჩეული ქართველი მუსიკოსის და საქართველოს ვარსკვლავის კოლაბორაციას ამიერიდან ჩვენთან მოითხოვთ. პრემიერა Music Box-ის ეთერში. Don't you know?